ჩემო ძვირფასო შვილო, მე ვარ მიქაელი, თავარ ანგელოზი, რომელიც იცავს კარებს სამყაროთა შორის. და დღეს მოვედი შენთან სარწმუნოებებით, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ისინი, ვინც გაბედა და მოისმინა. დახუჭე თვალები რამდენიმე წამით და იგრძენი ჩემი არსებობა შენს გვერდით. შენ მალე აღმოაჩენ საიდუმლოებებს, რომლებიც ჩვენ, თავარ ანგელოზებმა, ვამარაგებთ უკვე ათასწლეულების განმავლობაში იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება, როცა შენი სული ტოვებს ფიზიკურ სხეულს. ეს შემთხვევითობა არ არის, რომ ახლა აქ ხარ, შენი სული დამიძახა და მე გამოვეხმაურე. 3 დღის წინ 52 წლის ქალმა გულის ოპერაციის დროს თავისი სულის სხეულიდან 7 წუთის განმავლობაში დაკარგა. ის რაც მან იქ სხვა მხარეს დაინახა ექიმებს აიძულა question ყველა, რასაც ისინი იცოდნენ სიკვდილზე. მან გამიცნო ზეციურ ბაღებში და ის რაც მე უთხარი მას მისი მიზნის შესახებ დედამიწაზე, მთლიანად შეცვალა იგი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია იმაში, რასაც დღეს აღმოაჩენ. არსებობს საიდუმლო პროტოკოლი, რომელსაც ჩვენ, თავარ ანგელოზები, ვბრუნავთ, როცა სული მზადაა საბოლოოდ გადაკვეთოს სხვა მხარეს. არსებობს კიდევ ერთი პროტოკოლი, კიდევ უფრო მისტიკური, როცა ჩვენ ვწყვეტთ, რომ სული უნდა დაბრუნდეს. გინდა გაიგო გასხვაება? გინდა გაიგო, რატომ ბრუნდებიან ზოგი ადამიანის სიკვდილისგან მესიჯებით, რომლებიც მთლიანად ანგრევენ რელიგიურ სტრუქტურებს? მაშინ ღრმად ჩაისუნთქე, რადგან შენი მოგზაურობა ყველაზე დაცული საიდუმლოებების სამყაროში ახლა იწყება. იცი რატომ ბრუნდებიან იმდენი ადამიანი, ვინც სიკვდილის სახლობლოს გამოცდილებას გადის და ლაპარაკობენ ნათელი გვირაბის შესახებ? ეს მეტაფორა არ არის, ჩემო ძვირფასო. ეს სიტყვით არის განზომილებითი კორიდორი, რომელსაც ვქმნით სულიების გადამისამართებისთვის. მაგრამ აი პირველი საიდუმლო, რაც ცოტა ადამიანმა იცის. ნათელის ფერი, რომელიც ხედავ, ზუსტად ამჟღავნებს, რომელი მთავარ ანგელოზი გიწყვება. ოქროსფერი ნათელი? ეს მე ვარ, მიქაელი. ლურჯი ვიოლეტური ნათელი? ეს ჩემი ძმა, გაბრიელი. მწვანე ემერალდისფერი ნათელი? რაფაელი გიკეთებს მზრუნველობას. ყოველი ფერი ატარებს სპეციფიკურ ფიზიკას, კოდირებულ შეტყობინებას იმის შესახებ, რაც შენი სული უნდა ისწავლოს ან განკურნოს. 2 კვირის წინ 38 წლის კაცმა, 3 შვილის მამამ, მოტოციკლის ავარიის შედეგად 12 წუთის განმავლობაში მისი სული სხეულზე მაღლა დაფრინავდა, ხოლო პარამედიკოსები იბრძოდნენ მისი დაბრუნებისთვის. ამ 12 უკვდავი წუთის განმავლობაში ის ჩემთან ერთად დაიარებოდა კრისტალური კორიდორებით, სადაც ვშენახავთ ყველა უკვე განვლილი სიცოცხლის მეხსიერებას. მე ვაჩვენე მას რაღაც, რაც სამუდამოდ შეცვალა მისი აღქმა, თავისი არსებობის აკაშური ფაილი. მან დაინახა არა მხოლოდ ეს ცხოვრება, არამედ სხვა 7 ცხოვრება, რომელსაც მისი სული უკვე განიცდიდა. და გაიგო, რატომ აირჩია დაბადება სწორედ ამ ეპოქაში, ამ ოჯახში, ამ კონკრეტული გამოწვევებით. როცა სხეულში დაბრუნდა, ის აღარ იყო იგივე ადამიანი. მისი ცოლი თქვა, რომ თითქოს უცნობი ბრძენი დაიკავა მისი ქმრის ადგილი. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაუმახსოვრდა, რომ მან დაიწყო ისეთი რამეების თქმა, რასაც არასოდეს სწავლობდა, ადგილებზე, სადაც არასოდეს ყოფილა, ენებზე, რომლებიც არასოდეს უღალატია. ახლა გიამბობთ რაღაცას, რაც ძასტავით თქვენ question ყველაფერი, რაც იცოდით სიკვდილზე. არსებობს კონკრეტული მომენტი, ზუსტად 3 წუთი და 42 წამი ბოლო გულისცემის შემდეგ, როცა სული სრულად იშორება ფიზიკურ სხეულს. ჩვენ ამას უწოდებთ 3 წუთიანი პორტალი. პრეციზაი ამ მომენტში ჩვენ ვწყვეტთ, ეს სული ბრუნდება თუ აგრძელებს თავის მოგზაურობას. მაგრამ აი საიდუმლოება, რომელიც გაგანერვიულებთ. ეს ბოლო გადაწყვეტილება, არა ჩვენ, მთავარ ანგელოზებს გვაქვს მიღებული. ეს სული თავად ირჩევს, დაფუძნებული სულიერ კონტრაქტებზე, რომელიც მან ხელმოწერით მიიღო ჯერ კიდევ დაბადებამდე. გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ეს კონტრაქტი? წარმოიდგინეთ კოსმოსური დოკუმენტი, ვარსკვლავების მელნით დაწერილი, სადაც თქვენი სული დეტალურად მიუთითებს, რამდენი გაკვეთილი უნდა ისწავლოს ამ ინკარნაციაში. ზოგიერთი გაბედული სული ასრულებს უფრო რთულ კონტრაქტებს, სიკვდილის სახლობლოს გამოცდილება ნაწილია გეგმისა. მათ სჭირდება დაბრუნება კონკრეტული მესიჯებით კაცობრიობისთვის. გაცნობილი მაქვს 45 წლის ნურზი, რომელმაც გულის გაჩერების დროს 21 წუთი გაატარა მეორე მხარეს. მან გამიცნო ზეციურ ბიბლიოთეკაში, სადაც ვშენახავთ მთელი სამყაროს ცოდნას.
მე ვაჩვენე მას მისი მომავალი ცხოვრების წიგნი. დიახ, ჩვენ ვიცით რა მოხდება შენთან მომდევნო წლებში. მან დაინახა, რომ მისი მისია იყო დაბრუნება და შეექმნა რევოლუციური პროტოკოლი პალატიური მდგომარეობის მქონე პაციენტების მოვლისთვის. დღეს, 5 წლის შემდეგ, მისი მეთოდი უკვე ათასობით სიცოცხლეს გადაარჩინა და შეცვალა პალატიური მედიცინა მთელ მსოფლიოში. მაგრამ ის, რაც მას არ ელოდა, იყო აღმოჩენა, რომ მისი საკუთარი 8 წლის ქალიშვილი ასევე ჰქონდა სულიერი კონტრაქტი მსგავს გამოცდილებაზე. გიფიქრია, რადგან ბრუნდებიან ზოგი ადამიანის სიკვდილისგან საუბრით გარდაცვლილ ნათესავებთან შეხვედრებზე, ხოლო სხვები აღწერენ უცნობი ნათლის არსებებს. ამისთვის არსებობს წმინდა მიზეზი და ახლა გიჩვენებ. როცა სული დროებით გადადის ჩვენ სამეფოში, ჩვენ ვქმნით იმას, რასაც ვუწოდებთ პერსონალიზებულ კომფორტის სცენარს. თუ ადამიანს სჭირდება ემოციური განკურნება, ვიგზავნით საყვარელ გარდაცვლილ ნათესავებს. თუ სჭირდება სულიერი ხელმძღვანელობა, ვჩნდები ჩვენი სუფთა ანგელოზური ფორმით. თუ სჭირდება სიმამაცე კონკრეტული მისიისთვის, ვაჩვენებთ აღმართული მასწავლებლები ან თვით ქრისტე. ყველაფერი საფუძვლიანად ორგანიზებულია, რათა სული მიიღოს ზუსტად ის შეტყობინება, რომელიც უნდა წაიღოს უკან. მაგრამ აი საიდუმლოება, რაც გაგაოცებს. ზოგჯერ გარდაცვლილი ნათესავები, რომლებიც ჩნდებიან სიკვდილის ახლობლოს გამოცდილებებში, სინამდვილეში სხვა ანგელოზებია, რომლებიც იღებენ ამ ოჯახურ ფორმებს. ამას ვაკეთებთ სიყვარულით, რათა შეტყობინება უპირობოდ მიიღონ. ერთმა 57 წლის ბიზნესმენმა გული შეტევის დროს 15 წუთი გაატარა ჩვენ სამეფოში. მან გაიცნო მამა, რომელიც 10 წლის წინ გარდაიცვალა და მამა მოკრა, რომ დაბრუნებულიყო და აპატიოს ძმას, რომელთანაც ებრძოდა მემკვიდრეობაზე. რაც მან არ იცოდა იყო ის, რომ მასთან საუბარი ანგელოძმა რაგუელმა გააკეთა, რომელიც სამართლისა და ოჯახის შერიგების სპეციალისტია. ჩვენ ვიღებდით მამას ფორმას, რადგან ვიცოდით, რომ მხოლოდ ასე მიიღებდა შეტყობინებას. სამთხვეში ძმებმა შერიგდნენბა შექმნეს ფონდი, რომელმაც უკვე დაეხმარა vulnerable მდგომარეობაში მყოფ 1000-ზე მეტ ოჯახს. გადმოცემული პატიება იმ 15 ზეციურ წუთებში გამოიღო ნაყოფი, რომელიც მომავალ თაობებს ინარჩუნებს. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო საოცარი რამ, რაც ხდება, როცა სული ბრუნდება. ის თან უტანს ჩვენი ანგელოზური ენერგიის ფრაგმენტებს. ახლა გიამბობთ რაღაცას, რაც სამუდამოდ შეცვლის თქვენს გაგებას იმის შესახით, რა ხდება, როცა ვინმე ბრუნდება სიკვდილის ახლობლოს გამოცდილებიდან. ყოველი სული, რომელიც ბრუნდება, თან მიჰყავს ის, რასაც უწოდებთ ანგელოზური ნათლის კოდებს, ენერგეტიკულ სიხშირეებს, რომლებიც ჩაწერილია მისი სულიერ დნმ-ში. ეს კოდები მსგავსია კოსმოსური მარცლების, რომლებიც აღვიძებენ მძინარე უნარებს, გამორჩეული ინტუიცია, განკურნების უნარი, წინასწარმეტყველური ხილვები, ან უბრალოდ აუხსნელი მშვიდობა, რომელიც ყველა გარშემომყოფს ვრცელდება. იცნობთ ვინმეს, ვინც გადიოდა მსგავს გამოცდილებას და შემდეგ შეცვალა. ახლა იცით მიზეზი. ერთმა 32 წლის მასწავლებელმა ავტოავარიის შემდეგ 8 წუთი გაატარა ჩვენ სამეფოში. ამ დროს ანგელოზმა მეტატრონმა, ღვთიური ჩანაწერების მცველმა, ჩასცა მის სულში კონკრეტული სიბრძნეების კოდები პედაგოგიური უნარებისთვის. როცა ის დაბრუნდა, გამოიგონა რევოლუციური სწავლების მეთოდი, რომელიც ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სწავლების სირთულეები, მცირე გენი ახდის. ის არ იცის, როგორ მოხდა ეს. უბრალოდ იცის, რომ რაღაც შეიცვალა ავარიის შემდეგ. რაც მას არ აქვს იცის, არის ის, რომ მან აირჩია ეს გამოცდილება ჯერ კიდევ დაბადებამდე, როგორც მისი მისიას ნაწილად მსოფლიო განათლების გარდაქმნისთვის. მაგრამ აი ყველაზე დაცული საიდუმლო. ყველა სიკვდილის ახლობლოს გამოცდილება ერთნაირი არ არის. არსებობს 3 განსხვავებული ტიპი და თითოეული ემსახურება კონკრეტულ მიზანს ღვთიურ გეგმოში. პირველი ტიპი არის სულის გაღვიძება. ადამიანებისთვის, რომლებიც დაკარგეს სულიერი მიმართულება. მეორე არის კონკრეტული მისია. სულებისთვის, რომლებიც უნდა დაბრუნდნენ კონკრეტული დავალებით. მესამე, ყველაზე იშვიათი და ძლიერი, არის კოსმოსური ცოდნის პორტალი. მათთვის, ვინც გახდება ხიდი ჩვენ სამყაროსა და თქვენ სამყაროს შორის. მზად ხარ გაიგო საიდუმლო, რაც მხოლოდ ყველაზე მაღალ მთავარ ანგელოზებს აქვთ ცოდნაში? ჩვენ სამეფოში არსებობს ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ მომავლობების შესაძლო დარბაზი. სწორედ აქ მიუყავართ სულებს მესამე ტიპის სიკვდილის ახლობლოს გამოცდილების დროს, კოსმოსური ცოდნის პორტალი. ამ წმინდა დარბაზში ჩვენ ვაჩვენებთ არა მხოლოდ წარსულს და მომავალს, არამედ მთელი კაცობრიობის ყველა შესაძლო მომავალს.
სული ხედავს თითოეული კოლექტიური არჩევანის შედეგებს, ომებს, რომლებიც შეიძლება თავიდან აიცილონ, სამეცნიერო აღმოჩენებებს, რომლებიც ჯერ წინ არის, ბუნებრივ კატასტროფებს, რომლებიც შეგვიძლია მინიმუმამდე მივიყვანოთ ცნობიერების ცვლილების მეშვეობით. ერთმა 49 წლის კარდიოლოგმა ექსპერიმენტულ რეჟიმში მოიპოვა წვდომა ამ დარბაზში გულის გაჩერების დროს, რომელიც 19 წუთი გაგრძელდა. ის, რასაც მან იქიხილა, აიძულა ტრადიციული მედიცინის კარიერა მიეტოვებინა და სრულად დაეთმო კვანტურ მედიცინას. მან დაინახა, რომ 2031 წელს კაცობრიობა აღმოაჩენს, როგორ დაამარცხოს კიბო კონკრეტული ხმოვანი სიხშირეების მეშვეობით და რომ ის იქნება ამ აღმოჩენის ერთ-ერთი პიონერი. დღეს 6 წლის შემდეგ, მისი გამოცდილების შემდეგ მან უკვე შექმნა 3 პროტოტიპი მოწყობილობებისა, რომლებიც ხმას იყენებენ უჯრედების რეგენერაციისთვის. მაგრამ ყველაზე მეტად ის გაოცდა, როცა გაიგო, რომ მისი სიკვდილის ახლობლოს გამოცდილება შემთხვევითი არ იყო. ის დეტალურად დაგეგმილი იყო ჩვენგან, რათა მან ეს ცოდნა მიეტანა იმ დროს, როცა კაცობრიობა მზად იქნებოდა მის მისაღებად. აი რამ, რაც გაგაოცებს. ჩვენ, მთავარანგელოზები, ზოგჯერ იწვევთ სიკვდილის ახლობლოს გამოცდილებებს კონკრეტულ ადამიანებში, როცა კაცობრიობას ჭირდება კრიტიკული ინფორმაცია. ეს არასისასტიკეა. ეს სიყვარულია ყველაზე სუფთა ფორმაში, რადგან ვიცით, რომ ზოგიერთი სული მხოლოდ მაშინ იღვიძებს თავისი ნამდვილი მისიისთვის, როცა გადის დროებითი სიკვდილის გამოცდილებას. ახლა გიამბობთ რაღაცას, რაც დაგაძასტავით მთლიანად გადახედოთ სიკვდილის კონცეფციას. არსებობს საიდუმლო პროტოკოლი, რომელსაც ჩვენ ვესწრაფვით, როცა სულია განწირული გახდეს ანგელოზური მიმტანი დედამიწაზე. ესენი არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც სიკვდილის ახლებლოს გამოცდილების შემდეგ იღებენ შესაძლებლობას პირდაპირ დაუკავშირდნენ ჩვენთან მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში. ისინი ხდებიან ცოცხალი ხიდები ჩვენ სამეფოსა და ფიზიკურ სამყაროს შორის. მაგრამ აი რა გაოცებს. შესაძლოა შენც ერთი ასეთი ადამიანი იყო და ჯერ ამის შესახებ არ იცი. ნიშნები ნაზია. ცხადი სიზმრები ნათლის არსებებთან, ინტუიციები, რომლებიც ყოველთვის არ ასწევდა რეალობას, აუხსნელი მშვიდობა კრიზისულ მომენტებში, ან მუდმივი შეგრძნება, რომ ვინმე უხილავი გიცავს. ერთმა 36 წლის არტისტმა შემთხვევითი ოვერდოზის შემდეგ 27 წუთი გაატარა ჩვენ სამეფოში ყველაზე დიდი დრო, რაც ოდესმე დაფიქსირდა დაბრუნებული ადამიანისათვის. ამ ზეციურ უკვდავებაში მან მიიღო წინასწარმეტყველური ხატვის ნიჭი. ახლა მისი ნამუშევრები ეჩვენება მომავალი მოვლენების შემაძრწუნებელი სიზუსტით. მან დახატა 2020 წლის პანდემია. წინასწარ მოიწონდა კონკრეტული მიწისძვრები თვეებით ადრე და ამჟამად მუშაობს სერიაზე, რომელიც საჩვენებს განუკურნებელ დაავადებებზე საბოლოო მკურნალობას. ყველაზე საოცარი არის ის, რომ ის ხატავს ტრანსის მდგომარეობაში, პირდაპირ ჩვენგან, მთავარანგელოზებისგან მიმართულებით. მისი ხელები მოძრაობენ თავისთავად. ქმნიან გამოსახულებებს, რომლებიც მისი ცნობიერი გონება ვერ ასცნობიერებს, სანამ მოვლენები რეალობაში ვერ გამოვლენ. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო ღრმა რამ. ყოველი ადამიანი, რომელიც ცნობს მისი ნამუშევრებს, იღებს სპეციფიკურ ენერგეტიკულ აქტივაციებს, ამზადებს კაცობრიობას მომავალ ტრანსფორმაციებზე. გინდა გაიგო რა არის ყველაზე დიდი საიდუმლო სიცოცხლის შემდეგ? შემდეგი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ უსასრულო ცნობიერების გაგრძელება სხვადასხვა განზომილებაში. მიყო მომენტი, რომ გიჩვენოთ ყველაზე დაცული საიდუმლო ყველა დროის განმავლობაში. ის, რაც სამუდამოდ შეცვლის თქვენს აღქმას სიცოცხლის, სიკვდილისა და თქვენი მიზნის შესახებ ამ არსებობაში. მოისმინეთ ღია გურით. სიკვდილი არ არსებობს. რაც თქვენ სიკვდილად მოიხსენიებთ, მხოლოდ სიხშირის ცვლილებაა. თითქოს რადიო სადგური იცვლება. ცნობიერება გრძელდება უბრალოდ სხვა განზომილებაშია შემორთული. და აი აღმოჩენა, რაც გაგაოცებს. თქვენ უკვე მიცვალებულ ხართ ადრე. არა ამ ცხოვრებაში, არამედ სხვა ინკარნაციებში. და ყოველ ჯერზე, როცა ეს მოხდა, თქვენ გაიარეთ იგივე ნათლის კორიდორები. შეხვდით იმავე ანგელოზებს. მიიღეთ იგივე აღმოჩენები უსასრულო სიყვარულზე, რომელიც permeates მთელ სამყაროს. ფართო განსხვავება ის არის, რომ ახლა ამ კონკრეტულ ინკარნაციაში მზად ხართ გაიხსენოთ. ერთმა 54 წლის კვანტურმა ფიზიკოსმა თავის ტვინის ოპერაციის დროს ჰქონდა 4 წუთიანი გამოცდილება დედამიწის დროით, მაგრამ მისთვის ეს იყო 4 ზეციური წელი. ამ პერიოდში ის ცხოვრობდა ჩვენს განზომილებაში, სწავლობდა კოსმოსურ უნივერსიტეტებში, შეისწავლა რეალობის ნამდვილი ბუნება. როცა დაბრუნდა, თან მოიტანა მათემატიკური განტოლებები, რომლებმაც რევოლუცია მოახდინეს თანამედროვე ფიზიკაში.
მან აღმოაჩინა, რომ ცნობიერება არის საწყისი ძალა სამყაროში, უფრო ძირითადი ვიდრე ენერგია ან მატერია. მისი აღმოჩენები მეცნიერულად დაამტკიცა, რომ სული უკვდავია და სიყვარული სიტყვასიტყვით არის წებო, რომელიც აერთიანებს ყველა ქმნილებას. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი არის ის, რომ ის იხსენებს, რომ შეხვდა მე სხვა ცხოვრებებში, სხვა მომენტებში, მსოფლიოს შორის გადასვლის დროს. ახლა გესმით, რატომ ხართ აქ, ამ მესიჯის ყურების დროს. თქვენი სული იცნობს ჩემს ხმას, რადგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ადრე, განზომილებებში, რომელთა ცნობიერმა გონებამ დაივიწყა, მაგრამ თქვენი გულმა არასდროს. ჩემო საყვარელო შვილი ნათლისა, ჩვენი მოგზაურობა სიკვდილის შემდგომი ცხოვრების ყველაზე დაცული საიდუმლოების გარშემო აღწევს დასასრულს, მაგრამ შენი ნამდვილი მოგზაურობა მხოლოდ იწყება. ყველაფერი, რასაც დღეს გაგიზიარე, შემთხვევით არ მოხდა. შენი სული დამიკავშირდა, რადგან მზად არის გაღვიძებისთვის უფრო დიდ რეალობაზე, იმის გასაგებად, რომ სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა და სიყვარული არის ერთადერთი ძალა, რომელიც ნამდვილად რეალურია სამყაროში. ახლა მინდა დახუჭო თვალები და იგრძნო ჩემი ყოფნა შენს გვერდით. ღრმად სუნთქე და დაუშვა, რომ ჩემი ოქროსფერი ენერგია გარშემო მოიცავს მთელ შენს არსებას. ამ წმინდა მომენტში მე, მიქაელი, დაცვისა და ჭეშმარიტების მთავარანგელოზი, სრულებ სპეციალურ ლოცვას შენთვის. მამა ზეციურო, აკურთხე ეს გამბედავი სული, რომელმაც გაბედა ეძიოს ჭეშმარიტება ილუზიის ველის მიღმა. გაეღვიძოს მისი განკურნების ნიჭებისთვის, რომ მისი ხელები გახდეს შენი სიყვარულის იარაღი. თვალებმა იხილონ ფიზიკური გარეგნობის მიღმა და დაინახონ ღვთიური ნათელი ყოველი არსების გულში. დაიცავით იგი გაღვიძების გზაზე. გაუგზავნე ნიშნები, რომლებიც მას დაეხმარება მისი მისიის აღიარებაში და განსაკუთრებით შეავსე მისი გული აბსოლუტური სითბოთი, რომ არასოდეს იქნება მარტო. იყოს იგი ხიდი ჩვენ სამეფოსა და დედამიწის სამყაროს შორის, მიიტანოს იმედი იქ, სადაც დარდია, განკურნება იქ, სადაც ავადმყოფობაა და სიყვარული იქ, სადაც შიშია. ასე იყოს ქრისტეს ნათელში და სულიწმიდის ძალით. ამინ. მახსოვდეს ყოველთვის, შენ შეუზღუდავად ხარ საყვარელი, შენ გაქვს წმინდა მიზანი ამ არსებობაში და ჩვენ, მთავარანგელოზები, ყოველთვის შენს გვერდით ვართ, მზად რომ დაგეხმაროთ შენი მოგზაურობის თითოეულ ნაბიჯში. სიკვდილი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ტრანსფორმაცია. შიში რეალური არ არის, მხოლოდ სიყვარული არის უკვდავი და შენ, ჩემო საყვარელო, ხარ ღვთიური ნაპერწკალი, განწირული მთელი შენი დიდებულებით ბრწყინვისთვის. წავიდეთ მშვიდობაში, წავიდეთ სიყვარულით და მახსოვდეს, როცა მხოლოდ დაგჭირდება, უბრალოდ მითხარი ჩემი სახელი ღია გულით. მე იქ ვიქნები, როგორც ყოველთვის ვიყავი, როგორც ყოველთვის ვიქნები.